გამარჯობა მეგობრებო, ეს მოტოციკლის მეორე ეპიზოდია. ჩვენ მივყოფებით M-Custom-ის ახალ ფილიალში, დასაწყისში ნახავდით კადრებს, რა სილამაზე ხდება. მოკლედ ეს არის მურმან ლებაინძის 3 ნომერი, მოდით დამიჯერეთ ესეთი რაღაცები არ გექნებათ არასდროს ნახე. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ძალიან საინტერესო ადამიანი, გამოცდილი ბაიკერი, ადამიანი, რომელსაც არ ეშინია შორი გზების და ახდენილია ყველა ჩემი ოცნება. გიორგი ბაჯიაშვილია ჩვენი სტუმარი, სანამ დავიწყებთ, მინდა ვთქვა, რომ გიორგის აქვს უზომოდ საინტერესო არხი, რომელიც ამონათდება უზომოდ საინტერესო კადრები, გადადით გამოიწერეთ აუცილებლად. ასევე მოტო ევაკუატორი სერვისი აქვს მას, მისი გვერდიც ამონათდება. გამარჯობა გიორგი, მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ხარ. როგორ ხარ? როგორი განწყობი? მადლობა შენ, განწყობა ძალიან მაგარია და მადლობა M-Custom Parts რომ ეს სივრცე დაგვითმ. ძალიან მაგარი განწყობაა და მზად ვარ რომ საუკეთესო პოდკასტი გადავიღოთ რა. საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მაინც იქნება. ეჭვი არ მეპარება რომ ეგეთი გამო. გიო, ცოტა არაორიგინალური დასაწყისია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველასთვის საინტერესოა როგორ დაიწყო შენ ცხოვრებაში ეს მოტოსიყვარული, როგორ წამოვიდა, როგორ იწყება შენი ისტორია. ველოსიპედით დაიწყო რა. ველოსიპედი, რომელმაც მიმიყვანა პირველად ქროს-რაიდერების ბარში. შალხიძე იყო 2014 წელი მგონი. პირველად რომ მივედი და აი ბაიკების გრუხუნის ხმა მიმაცილა იქამდე. ან ბაიკების გრუხუნის ხმით მივედი რა. ხო არ ვიცოდი სად იყო კონკრეტულად და მაგაგერ მივედი და იქ დამხვდა ბიჭო მე წერიანი, ყავიჟიდეტიანი კამანდა ხოლმე ხარ და მგონია რომ რაღაცა ისეთი კამანდა არის რა, საშიში და რაღაც და ისე მეგობრულად და ჯიგრულად მიმიღეს. თან ღლაპი ვარ ბიჭო, პატარა ბავშვი ვარ, ანუ ვაფშე არ მოველოდი რომ ეგრე ჯიგრულად მიიღებდნენ და ბიჭო მან მოვიწამლე უკვე რა, იმიტომ რომ ჯერ ხო ბაიკების არ მისიყოლისედაც მქონდა და მე ის ხალხიც რო გავიცანი, ვინც ამ ბაიკებს მართავს და რომ მივხვდი რომ ესენი ძალიან მაგარი ჯიგარი ხალხი იყო, უკვე მაგრად მოვიწამლე და ეგ დღე იყო და მაგის მერე ყოველ დღე თუ არა, 2 დღეში ერთხელ მაინც ვარკეთილიდან შალხიძე ველოსიპედს მოვახტებოდი და ავდიოდი მაგ ბარში რა. ეგ იყო ალბათ პირველი და უსერიოზულესი მოწამვლის მომენტი რა. ძალიან ისეთი რომანტიკული და საინტერესო ისტორია. გიო, დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა ალბათ მაინც არის შორი გზები და შენი ესეთი საინტერესო რაიდები. როგორ იწყება ეგ ისტორია, რომელი იყო შენი ესეთი პირველი შორი გზა და პირველი შორი რაიდი? პირველი, მაშინ ჩემთვის შორი იყო, იმიტომ რომ თან ასაკიც არ მიწყობდა ხელს, თან ბაიკიც არ მიწყობდა ხელს. ნამა მყავდა მაშინ და არავის არ ჯეროდა რომ თბილისიდან სიონამდე ჩავაღწევდი ცოცხლად რა. მაგრამ რა თქმა უნდა ჩავაღწიე. ეგ იყო პირველი მეტამორფოზა, რამაც დამაძლევინა შიში რა. გზელი გზის ზოგადად. და მე მაგდის მერე უკვე ვიცოდი რომ მოვიდოდა ის დღეც რომ მართლა გზებზე წავიდოდი და აი 2019-ის მერე რა, 2019-ში იყო ეგ ნამა რომ ყავდა. ეგ პირველი შორი რაიდი ასე თქვა და მაგის მერე წარმოვიგინე რა, მე ხო შარშან ვიყავი. ანუ იმის მერე გავიდა 6 წელი. 6 წლის განმავლობაში სულ ფიქრობდი მაგას რომ ერთ დღესაც დავჯდებოდი ბაიკზე, უკვე ჩემი ოცნების ბაიკზე და წავიდოდი რა და ეგრეც მოხდა. ხო, ვიცი, შენ აი ეს შიშის გადაძლევა არის ჩემი ოცნება რა, აი არ ვიცი, ალბათ ძალიან რა არის, იცი, აი ალბათ სიტყვები ცოტა რთული იქნება ახლა რომ გადმოსცე, მაგრამ აი ჩემთვის პირველი შიში რაც არის ის რომ აქ ეხლა საქართველოში მეც მივლია ბევრი, მაგრამ რაღაცის იმედი მაინც ყოველთვის მაქვს რა, რომ აი რაღაცა მოხდება, იქ დარეკავ, იქ შენიანია, იქ რაღაცა. აი როგორ შეძელი რთული იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეგება რაღაცნაირად ცოტა მაინც მივიდეთ ახლოს, რომ აი როგორ დაძლია ის შეგრძნება, რომ აი გადადიხარ საზღვარზე და всё, მარტო შენი თავის იმედზე ხარ და ხარ სრულიად მარტო. ყველაზე რთული მაგას იცი რა არის? ის კი არ არის რომ შენ თავს მოუგვარო ეგ შიშები და შენ თავში დაალაგო რაღაც აზრები. ბიჭო, ყველა გთრგუნავს რა. ანუ სულად არავინ არ გამიგოთ, ჩემო საძმაკაცონა, ჩემო საახლობლო, მაგრამ აი მახსოვს რომ ყველა მთრგუნავდა ძმაო, არქნა რაღაც რომ მოგივიდეს რასიზავ მერე. ანუ იმდენი ნეგატივი მოდის ძმაო ხალხისგან. აი ეგ არის ყველაზე რთული გადასალახი. აი მაგას რო გადალახავ, კი არა და მაგან თუ არ დაგაზრადნია და მაგას რო გადალახავ, აი მერე უკვე გიწევს საკუთარ თავთან რაღაცა ბრძოლების გარატანა, რომ ბიჭო, ანუ მოდი რა, რატო უნდა ვიფიქროთ სუდზე? თუ მაინც ამდენს ვფიქრობ, მოდი კარგზე ვიფიქრო. და რაღაც მომენტში მე მანიფესტაციის თემების თუ გჯერათ, ანუ აი ხა შეიძლება ვიღაცამ გიჟა ჩამთვალოს, მაგრამ გეუნები ძმაო, სამყაროში რა აზრებსაც გაუშვებ, ისენი ხდება რა ძმაო რა. მე მჯერა მანიფესტაციის. ანუ ფაქტი სახეზეა. კრუჩი არც კი მიხმარია 6800 კილომეტრის მანძილზე მარტო ვიყავით ან
სადაც მიღამდებოდა, იქ ვიძინებდი, იქ ვიღვიძებდი, ვაგზავნებდი გზას. ანუ აბსოლუტურად დაუგეგმავად წავედი. ერთი ვიცოდი რომ უნდა ჩავსულიყავი კილკისში, სალონიკიდან იყო 80 კილომეტრში რაღაც სოფელი. საფლავზე უნდა წავსულიყავი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადამიანის, რომელიც დავკარგე ბავშვობაში რა. მე მაქედან უნდა წავსულიყავი ჰალკიდიგზე და იქიდან ათენში. ეგ ვიცოდი მარტო რომ უნდა მექნა. დალში მივყვებოდი როგორც მითენდებოდა, როგორც მიღამდებოდა ეგრე რა. არაფერი დაგეგმილი. მარტო ლოკაციები დალში მიდიხარ რა. ეგა. ისე ფიზიკურად რა სირთულეებს ხვდები ადამიანი, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით კიდევ ბევრია, ვისაც წასვლა უნდა. სულიერად რა ხდება მაგ მომენტში ვეცადოთ რომ ვილაპარაკოთ. ჯერ დავიწყოთ ფიზიკურად რა სირთულეებს ხვდები ამ მომენტში ადამიანი. მაგას რაც შეეხება ბევრს გონია რომ რაღაცა დაისვენებს ფიზიკურად და იგულავებს თუ რაღაც. ეგ საერთოდ გამორიცხეთ რა, ფიზიკური დასვენება უნდა გამორიცხოთ. თუ ვინც აპირებთ და ვინც გეგმავთ წასვლას, ამ პოდკასტის მერე შეგიძლიათ იცოდეთ, რომ ფიზიკური დასვენება უნდა გამორიცხოთ. ანუ ფიზიკური დასვენებაზე ფიქრი რაღაცა უტოპიურია. მანდა არის სულიერი პროცესები რა, რომ დადგები გზაზე და პირველი 2 დღის მერე უკვე შიშები რო ყველაფერი გადალახული გაქვს და რომ кайფობ და მიდიხარ. თან პახოვდო შენი თავის გამოცდა შენი თავის მაქსიმუმს ცდი რა, სადამდე გაკაჩავ. ყველაზე ისეთი გრძნობა იყო თურქეთში რომ მიდიხარ. თურქეთში კიდე რაღაც იმედი გაქვს, იმიტომ რომ იქ თურქი ტრაილერები ბევრი მოძრაობენ. თურქი კი არა, ბოდიში, ქართველი ტრაილერის ზღურები ბევრი მოძრაობენ და იმედი გაქვს, რომ ვიღაც გაგიჩერებს რა, დაგეხმარება რა, ქართველი შეგხვდება თურქეთში. თურქეთს გაივლი თუ არა, გადაკვეთავ თუ არა საზღვარს და უკვე ევროპაში ხარ. მანდ უკვე რაღაც ისეთი გრძნობა მოდის, რომ მანდ უკვე თავიდან მოდის შიში. მანდ უკვე თავიდან გეწყება იმ შიშების გადალახვა, რომ ვაუ, უკვე ანუ 2600 კილომეტრი გავლილი მაქვს. და უკვე ვაფშე სხვაგან ვარ რა, ახ რაღაც მოხდეს. ყველაც ვერ მობრუნდები. ხო, ვერ იზავ ვერაფერს რა. მანდ უკვე მართლა ვერაფერს ვერ იზავ. მაგრამ სალონიკისკენ რომ დავიძარი უკვე, იქ შემხვდა უკვე ისენი. ძალიან ბევრი მოტოსახელოსნები არის. მაგაში შეგიძლიათ რომ იყოთ ცოტა რაღაცა ისეთი თავდაჯერებულობა შეგიძლიათ, მაგრამ მოგმატოთ რომ სახელოსნები შეხვდებათ ევროპაში ბევრი და რაღაცას იზავთ რა. მაგრამ დაზღვევის მხრივაც ახლა მინიმუმ ცეპლენის ტროსი, გაზის ტროსები უნდა გეგდოს რა. რასაც იქვე გზაში გააკეთებ. გიო, კიდე საზღვრის გადაკვეთაზე რა პროცედურები ხდება ხოლმე? ეგ ძალიან საინტერესოა, ვინც აპირებს. თურქეთის საზღვრის გადაკვეთა. 3ჯერ გადავკვეთე, 3-ვეჯერ ჯარიმა ძმაო. ვერც ერთხელ ვერ გადავურჩი ჯარიმის გარეშე, ვერ გადმოვედი ვერც ერთხელ. ანუ ძალიან ცუდი კანონები აქვთ რა. გზა რო გეუნება, რომ 120-ით უნდა იარო რა და დაშვებული რომ 80. 80-ით როგორ უნდა იარო ეგეთ გზებზე არ მესმის რა დღემდე რა, მაგრამ მე უკვე მივეჩვია და წელს სიჩქარის გააჭარების ჯარიმა არ მომსვლია, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ეხლა, რაც უნდა მეთქვა უეჭველი რა. 2023-ში ხო ვიყავი პირველად თურქეთში. და ერთი თვის წინ ხო გადმოვკვეთე ეხლა უკან. და გადამახდევინეს 2003 წლის ჯარიმები. ანუ 3 წლის წინანდელი ჯარიმები გადამახდევინეს გაათმაგებული. და თურმე რა ხდება ეხლა რა? თურქეთში, ანუ მით უმეტეს სამსუნიდან სტამბულამდე მონაკვეთში ხშირად გვხვდება ფასიანი გზები. არანაირი მონიშნა არ არის გზაზე, რომ ფასიანი გზებზე შედიხარ. ეს მონიშნები თურმე არის რაღაც სპეციალური აპლიკაციაა, ის უნდა გადმოიწერო, ანუ სპეციალური რუკრებია, სადაც გიჩვენებს ფასიან გზებს. ეს აპლიკაცია თურმე უნდა გადმოიწერო და მაგით უნდა იარო რა ამ გზებზე, რომ განახოს სად არის ფასიანი. ეგ არ მქონდა რა თქმა უნდა, Google Map-ით დავდიოდი. და კაროჩი გადავიხადე სადღაც 380 ლარამდე მაგის ჯარიმები, რომ თურმე ფასიან გზებზე მივლია ისე რომ არც ვიცოდი. ანუ მოკლედ რა იქნება გაითვალისწინოთ უეჭველი, ანუ სამსუნიდან სტამბულამდე ძალიან დაგეგმეთ მარშრუტი, რომ ფასიან გზებზე არ შეხვიდეთ, თორე უეჭველი მოგიწევთ მერე გაუთვალისწინებელი ხარჯების გადახდა. რაც შეეხება უშუალოდ საზღვრის კვეთას, სარფშივე იღებთ დაზღვევას, სიგორტა ქვია, 60 ლარამდე ჯდება ბაიკის ძრავის მოცულობის და წყლის მიხედვით აკეთებენ მაგას რა. შეიძლება ეხლა თუ დაბალ კუბატურიანია უფრო ნაკლები მოგიწიოთ გადახდა, თუ მაღალ კუბატურიანი უფრო მეტი. ანუ მაგაზია დამოკიდებული რამდენი კუბატურიანი ბაიკია და რომელ წლიანია. ისე რა სიტყვი იქაურ ქვეყნების ბაიკერებზე ხო არ ქონია ვინმესთან შეხება იქაურ კულტურასთან? თურქეთში ბევრი არ შეხვედრია. ადვენჩერები შეხვდნენ რამოდენიმეჯერ. მოსალმების მხრივ რავი მოგვესალმნენ, იციან მოსალმება, მაგრამ ცოტა მაინც რაღაცა თითქოს ძალით რო გესალმებიან, რაღაცა ეგეთი ის რჩება ხოლმე რა. ცოტა ცივი ხალხია ხო? ცივი ხალხია ხო რა. თან მე მითხრეს, რომ აი გურჯისტანს უხსენებ, ხო? ანუ გურჯისტანი საქართველო არის რა მაგათ ენაზე.
ქართველი უბრალოდ. და ვაფშე სხვანაირად მოგექცევიანო, კარგად ხო რა და პირიქით ძმაო. რამდენჯერაც გურჯისტანი უხსენე, იმდენჯერ ვიგრძენი რომ ანუ ტიპებს შეიცვალათ ვაფშე გავამეტყველება რა. ხო და თურქეთის ბაიკ კულტურა რავი ჩვენ არ შეხვედრია მოკლედ რა, კრუიზერები არ შეხვედრია საერთოდ. იქით ევროპისკენ ხო არის? ევროპისკენ საბერძნეთში უფრო მოპედები და აი ეს რაღაც ისეთი რა, სტრითები და იქით ევროპული ბაიკები რა, ტრიუმფი და სპიდმასტერი შეკვდა, ერთი რაც მახსოვს ძალიან ლამაზი იყო. ისე რომელ ქვეყანას გამოარჩევდი, აი რომელიც მოტოციკლეტისთვის ძალიან ლამაზია მოსანახულებლად აი ქვეყნებიდან რომლებშიც შენ ხარ ნამყოფი? გზების მიხედვით თურქეთი ალბათ, იმიტომ რომ ძალიან სწორი და ფართე გზები თუ გევასებათ, მაგრამ იტალია არის ძალიან სანახაობრივი რა, აი ძალიან მაგარი სანაპიროები და ძალიან ლამაზი გზებია. დახვეული გზებია. მაგრამ გზელი გზები თუ გიყვარს, მაინც უფრო თურქეთი რა. მაგრამ აი არის სისწრაფის შეზღუდვა რო არის, ეგ მაგრად ეხავს რა. 80 როგორ უნდა იყოს ეგეთ გზებზე ხარ რო ვიხსენებ. აი წინ იყურები, თვალი ვერც კი გწლება ძმაო მოსახვევი სად არის? არ ჩანს მოსახვევი. იმენ 10 კილომეტრიანი სულ სწორი გზაა და დაშვებული 80 სიარული. და როგორ გინდა რომ მოითმინო რომ ერთი 100-ით არიარო რა. თან კამერებია ყველგან და პოლიცია გაკონტროლებს რა. მილში არის საუბარი თუ კილომეტრში? კილომეტრი, 80 კილომეტრი. რა საუბარი? ანუ მილში გამოდის 45 მილიდან 50 მილამდე, 55 მილი მაქსიმუმ. ანუ მე-5-ში უნდა ჩააგდო ბაიკი, 6 ჩქარიანი ბაიკი შეუძლია ტიპი ჩააგდო მე-6-ში და აგორიალო. ნაკლების დაგიწვას. მაგრამ არა, ვინუშდენი ხარ მე-5-ში გეკეთოს და აგურავო 50-ით რა. არა საშინელებაა კი. კარგი, რომ გადავიდეთ ცოტა წეღანაც ვამბობდით, იცი ახლა ეს სიტყვებით ალბათ 10%-აც ვერ გადმოგცემა ყველაფრის, მაგრამ აი ემოციურ დონეზე როგორ არის შეგრძნება, რომ აი ესე შორს ხარ, ესე მარტო, მაგრამ თან დარწმუნებული ვარ დონეზე სასიამოვნოა. აი სიმშვიდის შეგრძნება როგორ არის ესეთ საშიშ მომენტში რომ შვიდად გრძნობ თავს და სულიერად კარგად. ანუ პირველ რიგში რა შიშის დაძლევა გიწევს რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარ თავთან შიშის დაძლევაზე ბევრად რთული არის აი იმ ხალხის მიერ წამოსული ნეგატივის დაძლევა. შენი გარშემოყოფების, აი ხა თუდად არავის არ ვიხსენებ და არც გეხებით, მაგრამ აი ყველამ თრგუნავდა ძმაო რომ აი მარტო არ წახვიდე და რა საკეთებ და რა მე რომ მოხდეს რა შვები და მოკლედ რა, ეგ უნდა გადალახო პირველ რიგში. და მე უკვე მოდის ის ჩვეულებრივი მოვლენა არა რომ აი გონია რომ აი გაგიფუჭდება რაღაც გაგიწყდება გზაში დარჩები. არ უნდა მიაქციო მაგას ყურადღება რა. ეგ არის პირველ დღეს. პირველ დღეს გაქვს ეგ შიშები, პირველ დღეს ძალიან იზმენებში ხარ, მაგას მართლა ვაღიარებ რომ ძალიან დიდი შიშები გადავიარე პირველ დღეს რომ მეთქი აი ხა შუა საბერძნეთში რომ ჩავიდე და იქ რომ რაღაც მოხდეს რა უნდა გავაკეთო. მაგრამ დროთა განმავლობაში ეგ ფიქრებიც მიდის რა. უნდა ინდო სამყაროს მოკლედ რა. რომ ყველაფერი იქნება კარგად. პოზიტიური ფიქრები უნდა გაუშვა და ეგრე იქნება ყველაფერი რა. და დარწმუნებული ვარ ღირს ეგ ყველაფერი, არ ვიცი რა დონემდე. გამოცდილება არის ისეთი ძმაო რომ აი ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ყველამ უნდა ქნას რა, ვისაც პრეტენზია აქვს რომ ორი ბორბლის კულტურა უყვარს თუ რავი როგორ თქვა. გრძელი გზები ვისაც უყვარს, ეგ უნდა გამოცადოს უეჭველი. იმისთვის და აუცილებლად უნდა გადახვიდეთ გიორგის არხზე, ნახოთ ეს ყველაფერი, აი უზომოდ საინტერესო და უზომოდ ლამაზია ყველაფერი, მე რო უყურე, აი არ ვიცი, რაღაც სასწაული იყო ჩემთვის. იმედია ამ არხზე იხილავთ, რომ მეც აი როგორც გიორგიმ დაძლია ეს შიში, აი გიორგი მომეხმარება და იმედია მეც ძალიან მალე გავაკეთებ იგივეს, ჩემთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ. ჩემთვის აი მე ნახევარ საქართველოს შემოვიარე, ცოტა ესეთი ნათქვამია, მაგრამ რაღაცა ის ნაპერწკალი ვიგრძენი, რაც აი მაგ სულიერ სიმშვიდეს გაძლევს და საზრდოს. გიორგი, მომავალ გეგმებზე ხო არ მოგვიყვები ცოტას კიდევ საით გაგეზიაღებული რა იგი გეგმება? საზღვარგარეთი წელს კიდე არის, მაგრამ არ დავაკონკრეტებ სად რა, მაგას გაიგებთ მალე. აი ანაკლიის მერე, ხო, კაკრას ამასაც ვიტყვი რა. 24, 25, 26 ივლისი. ანაკლიაში ძალიან მაგარი ფესტივალი იხოდება. ყველა ბაიკერი უნდა იყოს იქ, იმიტომ რომ ისეთი მაგარი ემოციები იქნება, რომ არ არის რა გასამაზი ამბავი და აი მაგ ანაკლიის მერე, ანაკლიას რომ მოვივლით, მშვიდობით და კარგად, მერე ვაპირებთ საზღვარგარეთ ისევ გასვლას. ვიტყვი რა, მერე დავაანონსებ სად რა. გიო, დარწმუნებული ვარ ხა ამ ხელაგზაზე ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევები იქნებოდა, რაღაცა ისეთი ხო არა გაქვს რომ უყვეთ ხალხს. საავარიო სიტუაციები არ შემქმნია, ან არ მახსენდება, რავი.
ანუ კენწერად ვარ მიჩვეული ჩვენი ქალაქის მოძრაობაში, რომ ყურადღებას აღარ ვაქცევ. უფრო ეგ არის რა. აი მაგაში ვაკვირდები ხოლმე ჩემ თავს და უკვე ძმაო გატრუხებული მაქვს რა. აი შეიძლება ისეთი რაღაც მომივიდეს. ადრე გავაჩერებდი და ის რაღაცა ცოტა რაღაც აზზე მოსასვლელად ვერ დამჭირდებოდა და ეხლა იმენა ვაგრძელებ რა. ისეთი გატრუხებული მაქვს და მაქედან გამომდინარე შეიძლება რაღაც მოხდა იქაც, მაგრამ არ მახსოვს და ცოტა კურიოზული რაც იყო, რაც მახსენდება, აი საბერძნეთის საზღვარი რო გადავკვეთე, დამიღამდა რა. გადაკვეთის დროს და ეხლა საზღვარზეც ვერ გავჩერდებოდი ვერსად, იქ კარავის ადგამეშალა და მეთქი მოდი ცოტას გავივლი რა. საზღვარს გავწდები და სადმე რა ვიცი, გავშლი რა კარავს. სადაც ვიპოვი რამე ადგილს. ბიჭო თან ღამეა უცხო გზაზე, ეხლა ღამე არ უნდა იარო რა, აპასნია რა თქმა უნდა. არ არის რა სასურველი რომ უცხო გზაზე ღამე იარო. და მინდოდა რომ მალევე გავჩერებულიყავი და ბიჭო ანუ სულ ავტობანია. 10 კილომეტრი, 15 კილომეტრი, 20 კილომეტრი გავიარე, ვერსად გასჩერებელს ვერ ვნახულობ რა. თან უკვე მაგრად მეძინება. ცვეჭი თვალები მეხუჭება რა. ეგეც გასათვალისწინებელია. ჩემი პირველი ავარია იყო მართლა მაგიტო. ბაიკზე ჩამეძინა. არ ვიცი რამდენად დამიჯერეთ და რამდენად არა, მაგრამ ბაიკზე ჩამეძინა ძმაო. ხო და ეგ გამოცდილება რომ მქონდა უკვე არ მინდოდა რა რომ ესეთი სიტუაციაში გამეგზელებინა გზა და სადაც გავაჩერე, ავტომატზე გავაჩერე, კაროჩე. უკან მაქსიმალურად აქეთ მარჯვენა ზოლში გავაჩერე ბაიკი და იქვე გავშალე კარავი რა. და ღამეა, მოძრაობა არ არის ჯერ ღამე. ბიჭო დილით უკვე გამთენის რაღაც ხმები ჩამესმის, რაღაც ჩაიწუილებს, კარავი ზანზარებს. და ბიჭო გამოვედი და აი იმენა როგორ გზის პირზე მძინავს, იცი? აი ტრაილერი რო აი 50 სანტიმეტრში გიწუილებს რა. და იმხელა აეროდინამიკა აქვს, რომ ანუ მთელი კარავი ზანზარებს. ეგ მაგვიძებს დილით, რომ ანუ ტრაილერმა ჩამიარა ერთმა ორმა და რაღაც მაგვიძებს სასწაული ხმა. და გამოდივარ და იმენა ვლოცულობ, რომ მეთქი მადლობა ღმერთს და მადლობა სამყაროს, რომ ეს ღამე მშვიდობით დასრულდა რა. ეხლა წარმოიდგინეთ ან ანუ ბაიკი აყენია. იმან შეიძლება ვერ დაინახოს ბაიკი ვაფშე რა, ან გაჩერება მოუნდეს იმ ტრაილერის ზღურს ცოტა აქეთ და გაიყოლოს ბაიკიანად გადაგჭრეთოს რა. იმათი რეაქციაც წარმოსადგენია შუა ავტომატზე გასული. ეგ მართლა სიგიჟეა რა. ეგ მართლა სიგიჟეა ძმაო და ეგეთი რაღაცეები მართლა გაითვალისწინეთ რა. მე მართლა ეგრე წავედი, ბევრი რაღაც არ გათვალისწინებული ბევრი რამე არ მქონდა რა. ერთი რაც მქონდა გათვალისწინებული იყო ლოკაციები. მეტი არაფერი. ვიცოდი რომ წავსულიყავი მორჩა. და ეგეთი რაღაცეები უნდა გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ მართლა საშიშია. და კიდე წელს რაც მოგვივიდა თურქეთში, ეხლა უკვე 3 ვიყავით რა. 2 night train-ი და ერთი იყო Hotel Heritage. ძალიან დაბალი მაზია რა, პასატკაზია და ბიჭო Google Map-მა დავკარგა რა. აი მოკლეგზების ისტორიები, ტიპიური მოკლეგზის ისტორია, ან მოკლეგზაზე რა უნდა წახვიდე, თორე უეჭველი რაღაცაში გაყოფ თავს რა. თან გული მიგზნობს ძმაო, რომ მეთქი არ გვინდა რა ეს მოკლეგზა რა. ბიჭებს არ უთხარი, პროსტა ჩემთვის ვფიქრობ. მაგრამ აი ხა წავიდეთ. და 10 კილომეტრი იყო სხვაობა, ბევრი კი არა. კაროჩ მივდივართ, თავიდან ნორმალური გზა არის რა. ნელ-ნელა ფუჭდება, ნელ-ნელა გზებზე ზევით ავდივართ. რაღაც პერევალებს გავდივართ. თავიდან ნისლებია, რაღაცებია, მეთქი არა ნისლია რა, ნისლებს გავივლით. შევერით ამ ნისლში ძმაო და გაიჭითა 3 მეტრიანი თოვლი. ანუ ვისაც არ ჯერა, შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემს გვერდზე და ნახავთ მაგ ვიდეოს, 3 მეტრიანი თოვლია. შუა ივნისში. ანუ შოკში ვიყავით რა, ანუ მართლა მეგონა რომ აი მიჩქმიტეთ რა ბიჭებს ეუბნები, სიზმარში მგონიან ხო. და ანუ თან მაგრად ხო გცივა რა, გავიყინოთ უკვე, ანუ ისეთ ზვანზე ვართ რომ არ ხარ რა მზად ეგეთი ამინისთვის. თან full face-ები ხარ გოფარია არც ეს, half face-ები დავდივართ, სათვალე გეორთქლება, წვეთები ჩამოდის, ვერი ყურები თან ნისში არაფერი არ ჩანს. მოკლედ რა. და გონია რომ უკვე სამშვიდობოს ვართ, ეგ ნისლები რაღაცები გადავიარეთ და აი ულოცავთ ერთმანეთს რომ აი ვაფშე მაგრები ვართ, ყველაფერი დასრულდა რაღაცა. თან ეს ყველაფერი ხდება ყვითელზე ანთებული ბენზინით რა. როდის ჩავქრებით არ ვიცით. გონია გადავჭით და იჩითება გადასალახი მდინარე ძმაო. თავიდან ეს მდინარე დაბალი იყო რა, მაქსიმუმ ეს კოჭ ზევით იყო რა მდინარე და ეს Heritage ვისაც ყავს მეთქი ყველაზე დაბალპასატკიანი. მაგას შეეშინდა რომ კაროჩე არ ჩავრჩეო რა. და დუხი რო არ დაგდებოდა, მეთქი რესი გეშინია შევარდი მე პირველი, რომ მეთქი ხუთა და მოვითხოვრო თუაზე ხარ და მე რო შევარდი, ეს ხო ჩავაღრმავე უფრო. მე მომყო მეორე night train ის მაგალასატკიანი, იმანაც ყოფილი ჩავაღრმავა. და დარჩა ამას გადმოსავლელი ყველაზე ღრმა მდინარე რა. ჩვენი გავლილი უკვე. ანუ ტიპი მთელი გზა ცდილობდა რომ არ დასველებულიყო და აი მაგ მომენტში ძმაო, აი თავიდან ბოლომდე ჩასველდა რა, აი ბარგიან თასაცმიან ყველაფრიანად რა. აი პროსტა მე მანდ ძმაო ვიცინე, ჩანს რა ყველაფერი მაგ ვიდეოში. შეგიძლიათ ნახოთ. და კიდე რავი, ბევრი არ მახსენდება რა, აი ძალიან მაგარი სათავგადასავლო თემებია ძმაო. თავგადასავლელი თუ გიხმობს, აი თავგადასავლების თუ არ გეშინია და მოგწონს ეგეთი ცხოვრება, მინიმუმ ერთხელ პროსტა უნდა დაჯდე ბაიკზე, გავსო ბაკი, იქამდე რაღაც ცოტა დაასერვისო
და უეჭველი გარაჟი 21-ში რომ დაასერვისო. აუცილებლად. და გაზო გზაზე რა. და ის შიშები მე გაყვება გზას და ჰაერს. ეგ არის ნო. შიშები უნდა დაძლიო. შიში იმისა რომ დაძლიო რა. მშვიდობიანი გზები ყველას და მართლა ჩემი რჩევაა რომ ერთხელ მაინც მინიმუმ ცხოვრებაში უნდა ცადოთ გრძელი გზა. გამოცადოთ თქვენი თავი და თქვენი თავის და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი რა. დიდ ბოლოში გიო ძალიან დიდი მადლობა მართლა უზომოდ საინტერესო იყო ყველაფერი. დარწმუნებული ვარ ხალხისთვისაც. აუცილებლად გადადით გიოს არხზე, კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა დაიდება. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა შენ, უზომოდ დიდი მადლობა M-Customs, რომ დაგვითმო სივრცე. თქვენ გამოიწერეთ არხი, თუ მოგწონთ, დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მოკლედ, მადლობა გიო. მადლობა